როცა ჩვენ ლაპარაკობთ 7 აგვისტოზე ხშირად შეცდომას უშვებთ და ვამბობთ რომ 7 აგვისტოს დაიწყო ხო იქ რაც სრულად არა და ბევრად უფრო დიდი ხნით ადრე დაიწყო იქ მოქმედებები და მე მინდა პირველ რიგში ამის გახსენება გთხოვ რადგან უშუალო მოწმე ხარ იმ ყველაფრისა რაც რეგიონში ხდებოდა ხო როდის დაიწყო გამწვავება სიტუაციის და რამდენად შესაძლებელი იყო დღევანდელი გადმოსახედიდან რაღაც სხვა გზის არჩევა მაშინდელი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოგესალმები ირაკლი, მივესალმები თქვენს მაყურებელს. ხო, დაიწყო აგვისტოს ომის კვირეული, ასე შეიძლება ითქვას, გორში, აი ახლაც ჩემს უკან ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. სლოგანით ნაომარი ქალაქი, მებრძოლი ქალაქი არ იხდის ბოდიშს. ხო, რაც შეეხება დაწყებას ამ ომის დაწყებას, 7 აგვისტომდე უფრო ადრე დაიწყო, რა თქმა უნდა, და თავარი გამწვავება რამდენიმე ივლისის ბოლოდან იწყება მთავარი გამწვავება, როდესაც გახსოვთ ალბათ იყო ესეთი შემოვლითი გზა, წვერიახოს გზას ვეძახდით ხოლმე ამ გზას. იქ მოხდა აფეთქებები. შემდეგ უკვე აგვისტოს დასაწყისში ცხინვალიდან მათივე პროპაგანდა გადასცემდა კადრებს, როგორ იწყებდა ევაკუაციას დე-ფაქტო ხელისუფლება ადგილობრივი მოსახლეობისა. ბავშვები, ქალები, მოხუცები მთლიანად გაყავდათ როგორც ქალაქ ცხინვალიდან, ისე მიმდებარე სოფლებიდან. ეს იყო უკვე სიგნალი ალბათ იმისა, რომ აი ვითარება უფრო და უფრო გამწვავდებოდა. 5 აგვისტო მაგალითად ელჩები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები ჩადიან ფრონეს ხეობაში, სოფლებში ნულსა და ავნებში. რატო ჩადიან? ჩადიან იმიტომ, რომ იქ უკვე დაბომბილია ეს სოფლები. იქ უკვე არის მსხვერპლი პოლიციელებსა და სამშვიდობოებს შორის. იქ უკვე არიან დაჭრილები. და ზუსტად ომის დაწყება 7 აგვისტომდე 2 დღით ადრე 5-ში ან 6-ში გორის სამხედრო ჰოსპიტალში ვხედავთ რომ ჩამოდის საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები ჩამოვიდნენ მაშინ და მოინახულეს დაჭრილები. ასე რომ თარიღად 7 აგვისტო იმიტომ ცხადდება ჩემი აზრით რომ ზუსტად 12-ს როცა აკლდა 25 წუთი ქართულმა არმიამ უპასუხა იმ შეტევას რაც დაწყებული იყო აი ამ დღეების განმავლობაში რაც ახლა გიამბეთ განსაკუთრებით ფრონეს ხეობის ქართულ სოფლებზე ეს იყო ორი სოფელი ნული და ავნები. ამის შემდეგ მიმდინარეობდა უკვე მასირებული შეტევა დიდი ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებზე და ასევე პატარა ლიახვის ხეობის სოფლებზეც. გოგა, რთული წარმოსადგენია მართლა ასეთი შეცვლილი პოლიტიკური ვითარება, როგორც ახლა არის 17 წლის შემდგომ ამ ომიდან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე, ხო? ის რასაც ჩვენ მაშინ ყვებოდით, ვამტკიცებდით, ვითხოვდით, ვიბრძოდით, საერთაშორისო დონეზე დღეს ყველას აუცილებელი სასაუბროა, ხოლო ქვეყნის შიგნით სულ პირიქით შეტრიალდა ვითარება, ხო? ქვეყნის შიგნით ჩვენ მართველი რეჟიმი დღეს საქართველოს სახელმწიფოს აბრალებს ომის დაწყებას და მეტიც უფრო შორსაც კი წავიდნენ ვიდრე უბრალოდ რუსები რაზეც გვედავებოდნენ ისინი საქართველოს სამხედროებს აბრალებენ რომ სპეციალურად არ გამოიყვანეთო იქიდანო მშვიდობიანი მოსახლეობა რომ რუსებს ისინი დაებომბათ და რუსები ცუდად წარმოჩენილიყვნენ ხო საგამოძიებო კომისია რომ შექმნეს ვითომ აიქ მოვისმინეთ ასეთი ბრალდებებიც გოგა ამ შეცვლილი პოლიტიკური რეალობაზეც რო გითხრა შენ როგორც მოქალაქის როგორც ჟურნალისტის აზრი რამდენად რეალისტურად წარმოგედგინა საერთოდ ასეთი ცვლილება ქვეყნის შიგნით, მაგრამ რას გვეუბნება ეს რეალობა დღეს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება? მოდი ერთი კონკრეტული მაგალითით დავიწყოთ. აი ხა ჩემს უკან თქვენ ხედავთ საქართველოს ევროკავშირისა და გორის მუნიციპალიტეტის დროშებს. აქ აი რამდენიმე წუთის წინ და ეს დარწმუნებული ვარ თქვენ საინფორმაციო გამოშვებებში მოხდება ეს კადრები. ერთ-ერთმა ახალგაზრდა გოგომ თქვა ასეთი რამ რომ ომი დაიწყო 7 აგვისტოს და მოდი დავწიოთ დროშა და მან დაწია ეს დროშა საკრებულოს შენობიდან გამოვიდა დაცვის პოლიციის თანამშრომელი და მან სცადა რომ აღემართა ეს დროშა ახლა აღმართულია ეს დროშა ხედავთ ალბათ კადრში აღმართა ეს დროშა და ეს გოგონა ეკითხება მას რომ როდის დაიწყო ომი და პოლიციის თანამშრომელმა უთხრა რომ არ ვიცი მის პასუხი ასე და ვინ დაიწყო ომი აი ეს მეორე კითხვა ეს იყო და ამაზეც იყო პასუხი არ ვიცი გონი ეს ერთი კონკრეტული მაგალითი აი ყველაფერზე გველაპარაკება ასე ვთქვათ რა და მე ყველაზე მეტად გული მწყდება იმაზე რომ ძალიან მოკლე მეხსიერება გვაქვს მარტო 7 8 9 11 აგვისტოს და 12 აგვისტოს არ უნდა ვლაპარაკობდეთ საქართველოს დაპყრობაზე და ოკუპაციაზე ხშირად უნდა ვლაპარაკობდეთ ბევრს უნდა ვწერდეთ ხშირად დისკუსია უნდა გქონდეს.
რომ ეს მეხსიერება იქნებ როგორმე აღვადგილით. და ძალიან წუხვა, რომ ეს საკმაოდ მოკლე მეხსიერება აღმოგვაჩნდა რა. ეხლა ჩვეულებრივი დღეა გორისთვის. საღამოს ვიცი რომ აქტივისტები სანთლების ტრადიციულ აქციას გააკეთებენ და ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივლენ იქ როგორც ვიცი. და თუ შვიდში დაიწყო ომი, სახელმწიფო დროშა რატო არ დაუშვეს შვიდში მაშინ? თუ დღეს სანთლების აქციაზე მიდიან, აი ეს აღრეულია ყველაფერი. ვიცი რომ ხვალე აღნიშნავს საქართველოს ხელისუფლება ომის დაწყების მე-17 წლის თავს. ხო და ეს აღრევაც რაღაცნაირად საზოგადოების გახლეჩვას იწვევს, როცა თქვა სოციალურ ქსელებში სულ კამათობენ იმაზე, როდის დაიწყო ეს ომი, ვინ დაიწყო ეს ომი და ასე შემდეგ და. ხო, ეს არის სამწუხარო, რომ ქართველები და საქართველოს მოქალაქეები ერთ კონკრეტულ რაღაცაზე ვერ შევთანხმებული ვართ. რა მტერი ვინ არის, მოკეთე ვინ არის და შეუძლებელია არ გაგახსენდეს ხო ამ დღეებში ის ცნობილი სიტყვები, ხო? მტრის არ მცნობი, მოყრის მგმობიო. აი ამ ვითარებაში ვართ, ირაკლი და რა ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება, როგორ გაგრძელდება და რა მე ვფიქრობ, რომ არ არის მარტო 7 აგვისტოს და 8 აგვისტოს გასახსენებელი ეს ამბავი. უფრო ხშირად უნდა ვილაპარაკოთ და რა ვიცი, გმირს გმირი უნდა უწოდოთ და მოღალატეს მოღალატე ალბათ. ხოლოდ ასე შეიძლება რაღაცნაირად ჩვენი მეხსიერება აღვადგინოთ და რაღაცა გავაცოცხლოთ. ქონია რა თქმა უნდა ისტორიაში ეს პერიოდები და სულ ნათილია ჭავჭავაძე სულ ამას არ მოთქვამ და ბედნიერ ერში რომ რაღაცები გვავიწყდებოდა და ჩვენი წარსული გვავიწყდებოდა და რაღაც აწმყოსაც ვერ საზღვრავდი და ვერც მოვალს ვერ ხედავდით და არ ვიცი არ მინდა რომ აი ამ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ კიდევ ერთხელ თუ არ მივდივართ უკვე ამ გზაზე. გოგა, აუცილებლად უნდა ვიკითხო ერთ ნაწილზე ოკუპაციისა, რომელიც და მის ზეგავლენისა, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, ხო? კი, საომარი მოქმედებები აგვისტოშივე დამთავრდა უშუალოდ, სექტემბრის შეთანხმებები შედგა, რომელიც რუსეთმა დაარღვია, თუმცა შეიქმნა ეს აი რუხი ზონა, საოკუპაციო ხაზს, რასაც ვეძახით ჩვენ, ხო? რადგან ჩვენთვის ის საზღვარი არ არის და ეს არის ლეკიანობის თანამედროვე ფორმა საქართველოში. რო პირდაპირ როგორც კი მათ ფული დაჭირდება $500, $600, $2000 ადამიანებს საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ, ვითომ რაღაცა თავიანთ კვაზი რაღაც უბედურ სახელმწიფოში და ვითომ რაც აქვთ, რეალურად რო ერთი სამხედრო ბაზა და იქ დასაქმებული რუსები და ოსები, აი იქ წაიყვანენ და აპატიმრებენ, გაასამართლებენ, ფულს აიღებენ. ხო, ეს არის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი. ამ ნაწილზეც რო ვილაპარაკოთ, რომ შენ ძალიან აქტიურად აშუქებდი და სხვა შორის რუსების თვალთახედვის არეშიც მოხდი, სწორედ ამ ამბების აქტიურად გაშუქებისათვის. უშუალოდ ლავროვი ლაპარაკობდა შენზე და აი რას ნიშნავს ეს საოკუპაციო ხაზი, რა მოვლენა არის თანამედროვე საქართველოსათვის? ხო, ოკუპაცია გრძელდება, არ უნდა ვთქვათ, რა თქმა უნდა და არ უნდა შევებუოთ იმ აზრს, რომ 12 აგვისტოს დასრულდა თითქოს იმ ხელშეკრულებით ომი და ამის შემდეგ აღარაფერი ხდება. არა, დღემდე მიწას კარგავს იქ ცხოვრები მოქალაქე. დღემდე უღობავენ ტერიტორიებს. იმ მიწას, რომელიც ამ სოფლებისთვის იყო, რა სასიცოცხლო მნიშვნელობისა, ხო? ამიტომა რომ მიგრაცია ძალიან დიდი ამ სოფლებიდან ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში, რა ვიცი, ახალგაზრდას ვეღარ ნახავთ თითქმის. მოდიან თბილისში ან მიდიან საზღვარგარეთ და ეს სოფლები სრულიად ისე უპატრონოდ რჩება, შეიძლება ესეც ვთქვათ. ხო, ეს ოკუპაცია გრძელდება, მაგრამ ერთ ძალიან საინტერესო რაღაცას გეტყვით. თვითონ ცხინვალსაც კი, რომელსაც პროპაგანდა ყვებავდა იმით, რომ რუსეთის არმია, რომელიც შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე 2008-ში, რაღაცნაირად განმათავისუფლებელ არმიად ნათლავდნენ მაშინ. გუშინ წინ წავიკითხე მათ ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც უკრაინის ომში წაიყვანეს, 1000 ადამიანია უკვე მკვდარი, გარდა დაღუპული. და შემდეგ აი ამ მიმომხილველს, რომელიც წერდა ამ მოკლე ბლოგს, ასეთი რაღაცა ეწერა, რომ არც 2008-ში, უпростоრად 2008-ში, 2004-ში, 1990-იანი წლების კონფლიქტის დროს და ჩრდილოეთ ოსეთისა და ინგუშეთის შეტაკებების დროს ერთად აღებული იმდენი არ დაღუპულა, რაც დაიღუპა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ იქ წაყვანილი ცხინვალელი და ვლადიკავკაზელი მოქალაქეების სახით. ეს არის მათი ტრაგედიაც, ხალხო. მე მინდა რომ ამასაც რაღაცნაირად ხაზი გაუსვათ, რომ ის, ვისაც დე-ფაქტო ხელისუფლება
საოკუპაციო რეჟიმი უწოდებდა ერთ დროს განმათავისუფლებელ არმიას, ის არმია მათ შვილებს მიერეკება აბსოლუტურად სხვა ომში, ხვის ომში და აი ესე საზარბაზნე ხორცად იყენებს. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ცხინვალშიც უკვე ვის კარზეც დადგა ეს ტრაგედია, ვინც გადაურჩა აი ამ ჩამოთვლილ მოვლენებს, რაც მე ჩამოვთვალე, დღეს რუსეთისგან მიადგა უფრო დიდი ტრაგედია და დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც რაღაცნაირად ფხიზლდებიან, თუმცა რუსეთში გამოფხიზლება ჯერჯერობით ძალიან ისე მიმაჩნია წარმოუდგენელ მიზნად ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, თუმცა ეს იქნება ადრე თუ გვიან, უბრალოდ დრო ჭირდება ამ ყველაფერს. მაგრამ ჩვენ ქართველებმა, საქართველოს მოქალაქეებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წეღავთ ირაკლი, ჩვენი მეხსიერება არ დაჩლუნდეს. ჩვენი მეხსიერება არ გადაერთოს სხვა რაღაცეებს. და სულ გვახსოვდეს დღევანდელი დღე და არა მარტო დღევანდელი დღე, გვახსოვდეს აგვისტოს ომის გმირები, პატივი ვცეთ მათ და უხელ პოსტი დავწერე, რომ ნეტა რა გახსოვთ მეთქი. და ადამიანები შემოდიოდნენ და წერდნენ, აი 7 აგვისტო დგება და ნეტა რა გახსოვთ მეთქი. ადამიანები იხსენებდნენ თავის ისტორიას და ერთმა კომენტატორმა ისმით ხან ნეტაში რა იგულისხმება. სწორედ ეგ ვიგულისხმე, რომ ნეტა იმ ხალხს, ვისაც დღეს ერთი ჩვეულებრივი დღე გონია და ხვალდაზე ფორმალურად მიიტანენ ყვავილებს მემორიალებთან, აი მათ ნეტა რა ახსოვთ. აი ეს კითხვა იყო, ეს რიტორიკული კითხვა იყო ჩემ პოსტში, რომელიც წუხელ დავწერე.